გმირივით მიწაზე დაეცა და აიღო ქართველმა ხმალი დიადი, რომლითაც გაეშურა მტრის ბანაკისკენ. ისე დაუჭყლიტა ორიცა და შუბლში დააჭედა. მხოლოდ 3 დარჩა 8-დან. 3 სასმელი, რომელმაც მეფეს არ უღალატა. დანერგა ხალხში წმენა და გამარჯვებაც ღირსეულად დაასრულა. 3 სასმელი, რომლისგანაც შეიქმნა ქარტია, რომელმაც გაუძლო დროს, ბრძოლებს და უიმედობას. სასმელი ბაგრატიონი, სასმელი 200 გამორჩეული, გამარჯვების საწინდარი 1021. ქარტიის შემქმნელი, ლეგენდარული ბარაძინ თერმულაქსუსი ამბობდა: ადამიანებს ქმნიან ღმერთები, ხოლო ადამიანები ქმნიან სასმისებს, რადგან საკუთარი თავი იპოვონ ან დაკარგონ. ბარაძინს მზისა და მთვარის ღმერთებმა დაავალეს 8 სასმისის შექმნა, მაგრამ ბარაძინმა მხოლოდ 3 უწოდა სახელი, რადგან მხოლოდ ამ 3 სასმელს ენდობოდა. 3 ბზარი სულში: ბაგრატიონი, 200 გამორჩეული და 1021, რომელიც საკუთარ თავს გაპოვნინებს. ეს 3 სასმისი ერთად ქმნის ადამიანის სულში გარდამტეხ პროცესებს. არ უნდა დალიო უბრალოდ, უნდა გაიარო შიდა სულიერი გარდატეხა. კაცობრიობის ისტორიაში ეს 3 სასმისი ერთდროულად მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს დალეული. შენ გონია ამას შეძლებ? შენ გონია ამას გააკეთებ? ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს 3 სასმისი ერთდროულად შესვა, იყო 1021 წელს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებული დიდი დავით აღმაშენებელი. 3 სასმისიდან პირველს, რომელს აირჩევ, ეს შენი გადასაწყვეტია. მაგრამ თუ დალევ მხოლოდ ერთს, დანარჩენი 2 დაგავიწყდება. თუ დალევ მხოლოდ ერთს, ეს წინა 2 დაგავიწყდება, მაგრამ მესამემდე ვერასდროს ვერ მიხვალ. შენ თავში იპოვე ძალა? გონია რომ მე რაღაცას უხუმრობ და შენ ამ ყველაფერს შეძლებ? მობრძანდი ბარ დიდგორში და შენ თავზე გამოცადე გამარჯვების გარდატეხა შენ სულში. ბაგრატიონი, სასმისი დიდგვაროვნებისა, 200 გამორჩეული, სასმისი ერთგულებისა და 1021, სასმელი გამარჯვებისა. ვინ ხარ, როდესაც შენ სიტყვას ხალხი ელის? სასმისი არის გამორჩეული სულის ნაწილი, რომელიც შენ სიმართლეს გალაპარაკებს და არა მხოლოდ. გინდა იყო დიდებული, დიდგვაროვანი და შენზე ლეგენდები დადიოდეს. მობრძანდი და აგემოვნე. ჩვენ შენგელოდებით. დიდმა ოსტატმა, წინათ თქმულმა ბრძანა ესეთი ფრაზა: მე მომცა ღმერთმა, მთვარისა და ცისამ, რომ შემექმნა 3 სასმელი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დიდ გარდატეხას და გამარჯვებას მოიტანდა. ბაგრატიონი, სადაც არის ცისფერყანწელთა სისხლი, სიმართლის ცრემლი და თის ბროლი, როგორც სიმამაცის და გაკაჟების სიმბოლო. პირველი მოქმედება დალევის შემდეგ მდგომარეობას იმაში, რომ შენ გამოიყურები მედიდურად, მეფურად. შეიძლება იყო გლეხის გვარის, მაგრამ სული გქონდეს ბაგრატიონის. გემოცდიადია. ამ კონკრეტული სასმლის რეცეპტი ტიბეტის მონასტერში ებარა ერთ ბერს, მელოც ოდნავ შევერცხლს გვერდებში. იგი ჯიუჯიცუს, კონკრეტულად ბრაზილიული ჯიუჯიცუს ოსტატი გახლდათ, ჯიუჯიცუს ოსტატი გახლდათ. ჯიუჯიცუ ტანში ოდნავ მოხრილი და მრავალმხრივი ფუნქციური მოძრაობებია. სწორედ ამან განაპირობა ამ რეცეპტის დაცვა. ვინ იცის? ღმერთის ვერ დათვლის. რამდენჯერ შემოესია ტიბეტში მონღოლები? ეხლა თქვენ მე მკითხავთ, მონღოლებს რა უნდათ ტიბეტში? თურქ-სელჩუკებს რა უნდათ ჩვენთან? აი ზუსტად იგივე მიზეზით, როგორც ჩვენთან შემოვიდნენ თურქ-სელჩუკები, ისევე წავიდნენ ტიბეტში მონღოლები. და დადგა დიდებული დღე 1021 წლის 12 აგვისტო. დილა, სისხამდილა, 5:06 წუთი. გვერდზე მტრის ბანაკინა ხმა გაისმა. ჩვენმა თავადებმა იგრძნეს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლის ხმას გავდა. სომეხი თავადი არმან ცარუკიანი ჩვენი იდეის და გეგმის მოპარვას ცდილობდა. მაგრამ უშედეგოდ, ვაიდა ქართველებმა გაიგეს ხმა მტრისა, ოჯახის წევრისა და გადაწყვიტეს, რომ მუსრი გაევლოთ მათთვის.
და აიღო ქართველმა ხმალი დიადი, რომლითაც გაეშურა მტრის ბანაკისკენ. 6:15 წუთიდან 6:25 წუთამდე, როდესაც ბრძოლა უკვე ხურდებოდა და ცხენებს შლიქები ალესილი ჰქონდათ. სომეხი თავადის წარმომადგენელმა, მისმა ბიძაშვილმა, გადაწყვიტა ქართულ ბანაკში გადმოსვლა და ქართველებთან დამეგობრება. გადის 15-20 წუთი, მოდის ჩვენი სომეხი მეზობელი და ჩვენი ბანაკის წევრებს ეუბნება ესეთ სიტყვას: მე თქვენთან ვარ, სავატანებ. მაგრამ ქართველი რისი ქართველი იყო, რომელიც მის ამ სიტყვებს ლაზათიან კაფიას დაიჯერებდა. მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო. მეორე ქართველმა, ძლევამოსილმა, აბჯარასხმულმა და კუნთმაგარმა ქართველმა აიღო დიდი ჩაქუჩი და როგორც კაკალი ისე დაუჭყლიტა ორი ცალი. სიტუაცია უკვე პიკს აღწევს. ნამდვილი ჭეშმარიტი სამი სასმელით, ქარტიაში შემადგენელი სამი სასმელით გამძღარი და გადიდგულებული ქართველები, რომლებსაც მტრის სისხლის წყურიათ, ლესავენ შუბებს, ლესავენ ფარებს, ლესავენ ცხენებს, რათა ეტაკონ მტერს და გაავლონ მუსრი. ამ დროს გამოდის ქართველი დიდგვაროვანი იაკობ როსტიაშვილი, რომელსაც ქართული დროშით დამშვენებული შუბი უპყრია ხელთ და ფიქრობს, სანამ მეფე დავითი გასცემს ბრძანებას და ჩავხერგავთ უკან წასასვლელ გზას, მინდა მე ვიყო პირველი, რომელიც ქართველ ხალხს მიცემს იმის ძალას და სტიმულს, რომ მტერს პირველები ვეკვეთათო და გაიქცა და შიგ შუბლში დააჭედა. უშეგენაცვალე. და ბრძოლა უკვე გახურდა. პირველი ათეული წინ არის გასწორებული, უკან კი მოყვება 2000 კაცი. რატო 10? იმიტომ რომ ამათ მაიციან სომხური, აზერბაიჯანული, რუსული და ცოტა ფრანგული. უცბად წინ გამოჩნდა 3 კაცი თეთრი დროშით. თეთრ ალამს აი ესე აფრიალებდნენ. ქართველები როგორც სტუმართ მოყვარე ერი ვართ ჩვენ, ასევე ვართ ძალიან გულღია და ძალიან თბილი ხალხი. რადგან დავინახეთ თეთრი დროშის ქვეშ ცურავი სამი სომეხი, მაშინვე შემოუშვით ჩვენთან. ესენი იყვნენ არტიომ კარაპეტიანი, ქალბატონი კლარა მკტიჩიანი და ერთ-ერთი დიდგვაროვანი ბაგრატუნ ბაგრატუნი. რა გაცინებ შეჩი? სომხებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ. მათ დაიწყეს ბარტერზე ჩალიჩი. ქართველ მაღალში ნოსნებს და თავადებს ესეთ რამეს თავაზობენ. ჯიგარსონ. ხინკალი ხო ჩვენია, ჩვენია. კანიაკიც ხო ჩვენია, ჩვენია. გარგარი თქვენია. ამ დროს ქართველი მოუტრიალდა, მხოლოდ გარგარია თქვენი თქვენ გარეწრებო. მაგრამ ჩვენ, როგორც კეთილი სულის მატარებელი ხალხი, არ ჩაგრავთ არც ერთ მცირე რისხოვან წარმომადგენლებს და ჩვენ ბანაკში გადმოყავს. ის სომეხი 3 მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი იბრძოდა სისხლის ბოლო წვეთამდე და თქვენ თუ იცით რითი ჩახერგა დავით აღმაშენებელმა უკან დასაბრუნებელი გზა. აი ამ 3 კაცით. ეხა ვიღაც ისტორიკოსი გამოხვალ და იტყვით რომ ეგო ფაქტები არ იყო. კი ბატონო არ იყო. დამიმტკიცე. დამიდე რომ არ იყო. ხელებს ავწევ. უსრი გავავლეთ. სელჩუკთა ურიცხ არმიას. ვისროდით შუბებს, ხმლებს, რაც კი ხელში მოგხვდებოდა ყველაფერს. ზოგს თავში სკლიპურსაც კი წამოვარტყავდით დამცირების მიზნით, რათა არ იცოდნენ ვისთან მოდიოდნენ საომრად. ჩვენ გავიმარჯვეთ და დაიწყო ხინი. დიდგვაროვნები, გლეხები, ქალები, ბავშვები ყველა ერთად ზეიმობდნენ. კიდე მეც გეტყვით, იცით რა მოხდა? ის 3 ჩახერგილი კაცი, რომელიც უკან გასასვლელ გზებზე ჩავხერგეთ, ისინიც კი ამოვათრიეთ და ჩვენთან ერთად დავსვით სუფრასთან საკეიფოდ. სომხებმა წარმოთქვეს თავიანთი სიტყვა, ჩვენო ჰავლაბარი გვინდაო. ქართველმა დიდგვაროვნება რას ქვია ჰავლაბარი გინდათო? ან მაშინ არც არავინ არ იცოდა რა იყო ჰავლაბარი. დღეს ვართ ძმები, მეგობრები. თქვენ კი ხართ აქ საქართველოში, მაგრამ ჩვენ ვერ მოვდივართ იქით. არ გვაქვს ვიზა.
ვიმარჯვებთ სახელოვნად, ყვებით სიამაყით, სვავთ ქარტიის სამ განსაკუთრებულ სასმელს და აღვნიშნავთ გამარჯვებას. აი ესე თქვი ვიზა არ გვაქვს, ვიზა არ გვაქვს. წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა. ხინი მიბრძანებია. ტრის სისხლში ამოსვლილი ქართველები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. იყო დიდი ღრეობა და ზეიმი. სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც კი ჩამოვიდნენ მოსალოცად. გვილოცავდნენ, გვპირდებოდნენ. 1000 დაპირება მოქცეს, მაგრამ არაფერი არ შესრულდა. ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გვახსოვს იყო ის, რომ ჩვენი მტრის წინააღმდეგ ყველა ერთად ვიდექით. ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანელებიც ჩამოვიდნენ. აზისქენდი, თაზაქენდი, რამდენი სოფელი გვაქვს ქართველებს, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ვისი მიცემულია და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? 1021-ის. აჭარა თურქებისაა. აი თურქების. აჭარას და დაანჩენ საქართველოს ჩვენი გახლავთ. ხინი უკვე მიწურულს იყო, როდესაც გაოფლილი, გახვითქული კაცი დარბაზში შემოვარდა. მიშველეთ მომსდევენო, 10 გულანთებული დაღლილი ქართველი გარეთ გავარდა, რომ წეს შეტაკებოდა. თურმე მახე იყო. ამ შემოგზავნილმა კაცმა გაიყვანა ტრის პირისპირ. და ამ დროს პირველი გამოქანებული შუბი, რომელიც მტერმა ისროლა, მოხვდა სომეხ აზნაურს და გმირევით მიწაზე დაეცა. მე მგონი მართლა დავეცი ჩემი. გაგიგიათ ალბათ ფრაზა, რომ დავით აღმაშენებლის დროს საქართველო იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. რას ნიშნავს ნიკოფსია და რას ნიშნავს დარუბანდი? ნიკოფსია ძველი ბერძნული სიტყვაა და სამყაროს დასაწყის ნიშნავს. ხოლო დარუბანდი დასასრულს. ძველი ბერძნები ნიჭიერი ხალხი იყვნენ, მაგრამ ვერც ერთ სომხურ ანდაზაში ძველი ბერძნების გავლენას ვერ იგრძნობთ. ეხლა თქვენ გონიათ მე სომხებზე ვშაყილობთ და რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მე სომხები ძალიან მიყვარს, ჩვენი მეგობრები არიან. ნადიმი ისევ გაგრძელდა და უკვე ყველა კარგად შეზახოშებულია. მოიწვიეს გვერდზე სახელმწიფოდან ელჩები და ერთ-ერთი ელჩი აზერბაიჯანელი ბერძნული წარმოშობის არმად ბაზოვიჩი. კაცი, რომელიც იყო აზერბაიჯანის მხედართმთავარი. ნადიმი დასრულდა, ქართველებმა შესვეს, მეგობრებსაც ასვეს და თენდება დღე 1121 წლის 13 აგვისტო. ქართველმა დიდებულებმა თავის არმიას უთხრეს: ბიჭებო, დღეს ნაბახუსებზე ხართ და წყალს არ მიეძალოთ. არა და აგვისტოა ცხელა, როგორ გინდა ამ ხელა მუზარადით იარო ისე რომ წყალი არ გადაიულო. გული დაგარტყავთ და რაც მტრებმა დაგაკლეს, ბუნების ზალა ანაზღაურებსო. არ შედრკა ქართველი მეომარი და დინარის პირს მოშორდნენ. ჩრდილში საკუთარი გამოხდილი ლუდი, 3 ქარტიის სასმელით და ხინით, დიდებულებით და დიდგვაროვნებით გაგრძელდა. ყველაზე მთავარი წინასწარმეტყველება, რომელიც აუცილებლად ახდება, მე დარწმუნებული ვარ. აი შენ, მე რომ მიყურებ, ამ ხევა ისტორია რომ მოგიყევი. ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია შენი მომავალი შეცვალო. გამოიწერე ჩვენი არხი და გაიგე ბევრი ისტორიული ფაქტი, რომელიც არც სკოლაში გისწავლია, არც უნივერსიტეტში და ვერც ChatGPT ვერ გეტყვის. ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, სომხებო და ჩვენო მეგობრებო. ამ ჭიქით დღევანდელი დღეც დასასრულს მიუახლოვდა. დაწერეთ კომენტარებში, ვის რა ამბავი გაინტერესებთ, ვის რა ისტორია გინდათ რომ გავაცოცხლოთ და ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. დიდი მადლობა ბარ დიდგორს დღევანდელი მასპინძლობისთვის, ჩვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. და ერთი ჩელენჯი მინდა შემოგთავაზოთ აგერ ამ ქართული გარემოდან. 20,000 გამომწერზე ჩავდივართ ერევანში და ერევნის ისტორიულ ადგილებში ვიღებთ ქართულ ვიდეოს. ეს ხინკალს ეჭამთ ერევანში. ერევანში შევჭამთ ქართულ ხინკალს 20,000 გამომწერზე და არა მარტო.